ჩვენ ვითხოვთ რუსული პასპორტების ჩაბარებას იმისათვის რომ ამას არ ითხოვთ თქვენ. არ ვითხოვთ, იმიტომ ის რუსული პასპორტები, ჩვენ ეგეთი პასპორტები 20 წელიწადში სამსახურში ჩვენთვის ეს არის ქაღალდის ფურცელი, მეტი არაფერი და საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ადასტურებს, ეს არის ფარატინა ქაღალდის ფურცელი, ამიტომ ქაღალდების ჩაბარებას და მაკულატურას ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ გვჭირდება სხვა დოკუმენტაცია, მათი დაბადების მოწმობები და თქვა გულახდილად შეიძლება ეს დაბადების მოწმობა იყოს გაცემული ომის მერე და ჩვენ ის უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ ახლა ჩვენ თვალს ვერ დავხუჭოთ, რომ ადამიანი არსებობს და ის დაიბადა. კი ბატონო, გასაგებია. ბატონო გოგი, ექსპერტები მოიხსენიეთ აქ საერთაშორისო დონეზე. ადგილობრივები. კი ბატონო, ადგილობრივები, სწორედ ამ ადგილობრივის ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებას მოვისმენთ, გეგმა გაწერილია. დამთანხმებით ალბათ ერთი შეხვედრა ძალიან მიმზიდველია ყველაფერი. რა თქმა უნდა, მიმზიდველია. მაგრამ არის რაიმე, მაგრამ გეტყვით, არის მაგრამ. მე ვხებულობდი მონაწილეობას იმ კონსულტაციებში და ვთქვათ, მსჯელობებში, რომელიც წინ უძღოდა სტრატეგიული ამ დოკუმენტის მიღებას. სტრატეგიულ დოკუმენტში მართლა იყო ძალიან სერიოზული სიახლეები ჩადებული. და აი ამ სიახლეების მიხედვით უკვე მართლა დგებოდა საკითხი, რამდენად რეალურად განხორციელებადია ის კითხვა, რომელიც თქვენ დასვეთ. და ყოველთვის პასუხობდი მე ასე, ეს არის პრინციპები. სტრატეგიული დოკუმენტი, ეს არის პრინციპები, ეს არის მიდგომები. აი ჩვენ ამას ვთავაზობთ. როგორ განხორციელდება, რა ვადებში, რა ფორმებით, რა მექანიზმების საშუალებით, ეს უკვე სხვა საკითხია. ეს ყველაფერი იქნება სამოქმედო გეგმაში. და დაველოდოთ სამოქმედო გეგმას. როდესაც ვლაპარაკობდით სტრატეგიაზე, მეც მქონდა ის კრიტიკული შენიშვნა, რომ სათავეში ჯობია ოკუპირებული ტერიტორია, უბრალოდ არ იყოს ვინაიდან ეს არის სასაუბრო დოკუმენტი მეორე მხარესთან. და ამიტომ, როდესაც ჩვენ ესე იგი აი ამას ჩვენ ვთავაზობთ, ჩვენ გვინდა რაღაცნაირად გამოვიწიოთ დადებითი დამოკიდებულება. ამავე დროს ჩვენ სათავეშივე ვდებთ ისეთ სიტყვას და ისეთ ტერმინოლოგიას, რომელიც აძლევს საშუალებას იმას, ვინც უბრძალავს და ვინც ხელს უშლის, რომ დადებითად შეხედოს ამას და გამოხატოთ დადებითი დამოკიდებულება, რომ ესე იგი ამაზე ითამაშოს. და ამბობს, ნახეთ, აი თქვენ ოკუპირებულ ტერიტორიად გთვლიან და ამავე დროს ესე იგი უნდათ რომ თქვენთან დიალოგი განავითაროთ. რა თქმა უნდა, აი ეს სიზნელე იყო. და ამის შესახებ, მაგრამ იყო როგორც ჩანს რაღაცა სიზნელები, რომლის გამო ესე იგი ეს ვერ იყო გადალახული ეს მომენტი. ტერმინთან დაკავშირებით. კი ბატონო. მაგრამ გარდა ამისა, იყო კიდევ სხვა მომენტი. ვენეციის კომისიის მიერ იყო გარკვეული შენიშვნები გამოთქმული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო მიღებული ცოტა ხანში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. დიახ, კონკრეტულად გეტყვით. ასეთი იყო შენიშვნების არსი იმაში მდგომარეობდა. ეხლა არ გვინდა ესე ჩამოთვლა ზუსტად პუნქტების, მაგრამ არსი ასეთი იყო. ამ კანონში არის მომენტები, რომელიც თქვენ შეგიშლით ნდობის აღდგენის პროცესში. შეგვიძლია ვინაიდან ნდობის აღდგენა მოითხოვს რაღაცა პროექტებს, რაღაცა პროგრამების განხორციელებას, რაც საქმიანობას აი ამ ტერიტორიებზე. და თუ თქვენ ყველაფერი ეს უკანონოდ გამოცხადეთ, მაგრამ თქვენ თვითონ შეგექმნებათ სიზნელეები. აი ეს იყო ესე ბუნებრივი აი ესეთი რეაქცია ვენეციის კომისიის. მესმის რომ იმ პერიოდში, იმ ვითარებაში ეს კანონი უნდა ყოფილიყო ვიღებული და ლოგიკა ამაში იყო. მაგრამ მე შემდგომში მოითხოვდა გარკვეულ შესწორებებს. ერთი ასეთი შესწორება თებერვალში, ამ წლის თებერვალში გაკეთდა. მაგრამ ეხება მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც არ არის განსახორციელებელი აი ამ იმაში. უკანონოდ გულისხმობს ყველაფერი, რაც ხდება მაგალითად ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს მხრიდან რომელიმე აღიარება უნდა არა მხოლოდ საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო პროექტი რომელიც იქნება იქ, ესე იგი, თუ ის პირდაპირ, ესე ერთია, რომ საქართველოს მხარესთან უნდა იყოს შეთანხმებული. ეს ერთია, მაგრამ თვითონ ეს მომენტი შეტანა, რომ ესე იგი ეს არალეგალურია, ვინაიდან ესე იგი ეს იქ იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდება, აი ეს მომენტი, ესე იგი უნდა იყოს ან ამოღებული, ან შერბელებული. რაღაც ესეთი არც პრეამბულაში და არც თვითონ ესე იგი არ უნდა ქმნიდეს კანონში, ესე იგი რაიმე განწყობას აი კანონის ან ამ კანონიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან, ესე იგი პრობლემას და კითხვის ნიშებს, ესე იგი უკვე ნაკლებად უნდა ქმნიდეს. აი ეს შესაბამისობა უნდა იყოს დაჭერილი ყოველთვის. კანონმდებლობასა და ვინაიდან კანონი უფრო მაღალი დონის დოკუმენტია, ვიდრე სამოქმედო გეგმა. ესეთი რეკომენდაცია კიდე არსებობს რაიმე შენიშვნა? ეხლა გეტყვით კიდევ, საერთო ფონი ქვეყანაში, რომელიც არის შექმნილი, აი ამის განსახორციელებლად. ეს ყველაფერი არ ეხება სტრატეგიის დოკუმენტს, სტრატეგია არის მიდგომები, სტრატეგია არის
პრინციპების რაღაცა გარკვეული ჩამონათვალი. ახალი ხედვაა ეს სტრატეგია სხვათა შორის. ის მოიცავს ძალიან ბევრ სიახლეებს. მაგალითად, მე თქვენ გეტყვით რამდენიმეს აქედან. ერთი არის ის, რომ შესაძლებელია დიალოგი და თანამშრომლობა არა მხოლოდ ხალხებს შორის, საზოგადოებებს შორის, არამედ ხელისუფლებებს შორის, თუნდაც ჩვენ მათ არალეგიტიმურად ვთვლით. მაინც უნდა იყოს ვინაიდან ადამიანთა ინტერესი, საზოგადოებების ინტერესი, შერიგების ინტერესი, საზოგადოებების შორის, ესე იგი, რომელიც არსებობს, უნდა ემყარებოდეს რაღაც გარკვეულ პროცედურებს და რაღაც გარკვეულ სამთავრობო დონეზე პროცესებს. ვინაიდან ჩვენ მათ არ ვთვლით ლეგიტიმურად, არანიშნავს იმას, რომ ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ. ესე იგი, ეს იყო ნათქვამი. გარდა ამისა, იყო დადებითად შეფასებული ის, რასაც პირადად მე ვაკეთებ, ესე იგი, რაც არსებობს ეს კონფლიქტები, ეს არის ნდობის აღდგენის და გარკვეული, თქვათ, კონფლიქტის დამარეგულირებელი, თქვათ, პროცესები, დიალოგის პროცესები. აი ეს იყო დადებითად შეფასებული. ეს ჩვენთვის იყო, რა თქმა უნდა, მასტიმულირებელი მომენტი. გარდა ამისა, იყო იმის დასტური, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვაპირებ ყველაფერი ამის გაკეთებას. ადრე ეს არ ყოფილა ასე. ყოველთვის იყო ისიც ლაპარაკი, აი ჩვენ როცა გამოგვეწოვრება ყველა სხვა საშუალება, მაშინ ჩვენ სხვა იმასაც მივართავთ. რაღაცა ასეთი იყო ადრე მიდგომა. ეხლა ეს უკვე სხვანაირად აყენებს საკითხს. ეს პლუსია. ვინაიდან მართლა ესე თემსოფლიო ამას მოითხოვს და ჩვენც ეხლა ამას პასუხობთ, რომ არ გეგონოთ, რომ ჩვენ რაღაცა ესე იგი აი გვაქვს რაღაცა მალული ფარული გეგმები, აგრესიის და ასე შემდეგ. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ვიმოქმედებთ. ეს იყო. მაგრამ ყველაფერი ეს როცა გადაითარგმნა და გადატანილია სამოქმედო გეგმის ენაზე, აქ არის ვხედავ, არის ძალიან საინტერესო ინსტრუმენტები შემუშავებული, რომელზეც ბატონ თემურმა ილაპარაკა. და ზოგიერთი ამ კლიმკლევაში, რომელიც აი წინ უძღოდა, ესე იგი, აი ამის გამოშვებას მეც მიმიღია პირადად მონაწილეობა, აფხაზებსაც შევხვედრივარ, ოსებსაც შევხვედრივარ და მაგალითად მე ვიცი, რომ ძალიან კარგად აფასებენ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ვაჭრობას ეხება, ეკონომიკას ეხება, რომელიც განათლებას ეხება, რომ ერთგენეთის ბაზრობის რაღაც აღდგენის რაღაცა ფორმას ეხება, გამშვები პუნქტების დადგენას, ახალგორში, რომელიც ახლა არ არსებობს, აფხაზეთში არსებობს გამშვები პუნქტი და იქ საერთოდ არ არსებობს და ეს მის უამრავ სიძნელეს ადგილზე და თვითონ ოსები არიან დაინტერესებული და იქ ცხოვრები მოსახლეობა რომ ეს მოწესრიგდებს. მაგრამ ამავე დროს, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ სამოქმედო გეგმის გახორციელებადობაზე, პირველი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რა რეალური ვითარება არის, რა ფონია ამისთვის შექმნილი ქვეყნის შიგნით. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი პოლიტიკის ვთქვათ სპექტრი, თუნდაც ავიღოთ სამთავრობო სპექტრი. არის დადებითად და რაღაც აი ხმედითაც ასე განწყობილი იმისაც რომ ხელი შეუწყოს აი ამ ინსტრუმენტების განხორციელებას. რატომ ბატონ გოგე? რატომ? იმენაიდან ხანდახან რიტორიკა, განწყობა, გამოსულები, ეხლა დავიწყოთ ახლა ჩამოთვლა. არის შესაძლებელი. ხო, მაგრამ არის ეს და დამეთანხმებით რომ ეს ხელს უშლის ამას. თუ შეთანხმებული ვართ ეს უნდა გახორციელდეს. ანუ არ გჯერათ მიწრწელობის ხელისუფლების იცით რა? თუ თავს ვერ იკავებენ იმაზე, რომ არ ილაპარაკონ ამისთვის ხელის შემშლელ ენაზე. ჯობია საერთოდ არ ლაპარაკობენ გაჩვენდნენ ამ თემაზე რა. გამოდიან და ლაპარაკობენ იმას, რაც ამბო ყველას ათქმევდნენ, მე დავდივარ მე ევროპაში მე კონფერენციაზე და იქაო დიპლომატიურ დონეზე მესმის ასეთი შენიშვნები, რომ რას ამბობთ თქვენ ერთის მხრივ აი ამაზდებთ და მეორეს მხრივ ლაპარაკობთ იმას, რაც ეწინააღმდეგება ამას. გასაგებია, მოდით მოვისმენთ ბატონ თემურის არგუმენტები, იმასთან დაკავშირებით რა შენიშვნებიც ქონდა ბატონ გოგის, მხოლოდ რეკლამის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დრო ჩვენ დავბრუნდებით, დაგველოდეთ. მაშინ ასე თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებზე, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან თემური იაკობაშვილი, გოგი ხუციშვილი. ბატონ თემური იყო გარკვეულად შენიშვნები და მოდით ახლა გიპასუხო. პირველი ბატონმა გოგიმ თავად თქვა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებული იქნა და ვენეციის კომისიას ნაწილობრივ არა, რასაც შემოგთავაზეს, მხარით რომ ჩვენი არგუმენტები ქონდა სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ისინი ბედნიერები არიან იმ ფორმის შეტანილი ცვლილებების, რომელიც შევიდა ამ კანონში. და ეს დაადასტურეს წერილობრივ. მეორე, რაზეც ბატონი გიწუხლის გამოთქვამდა, რომ არის მომენტები, რომ შეიძლება ხელი შეუშალოს, იქ კანონში წერია, რომ თუ აღმასრულებელი ხელისუფლება,
თulis საჭიროთ რაიმე პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს თხრობის აღდგენას, ურთიერთობების აღდგენას და ასე შემდეგ.